WKD ახალი სასმელი ქართულ ბაზარზე. სულ მალე ეს სიმპათიური ფერადი ბოთლი კლუბებში, ბარებში და სუპერმარკეტებში გამოჩნდება. ინგლისური სასმელი საქართველოში კომპანია GTI Alcom შემოიტანა. ეს არის დაბალალკოჰოლური სასმელი, რომელსაც აქვს 4% ალკოჰოლი. არის ბრიტანეთში ძალიან ცნობილი და მე ურჩევ რომ პირდაპირ ესე დალიონ და ვინც კოქტეილის მოყვარულია შეუძლიათ ბევრნაირი კოქტეილი გააკეთონ ამისგან. როგორია გემოზე? ძალიან მაგარია. ესეთი როგორი სასმელია კაცებისთვის თუ ქალებისთვის? ნუ ორივესთვის, უბრალოდ თინეიჯერებისთვის. Music Box-ის გადამღებ ჯგუფს პატივი გვხვდა. კლუბურ ღონისძიებაზე Villa Lounge-ში პირველებს დაგვეგემოვნებინა Weekend სასმელი. ძალიან ლამაზი ფერები არის და აუცილებლად იქნება გამოყენებადი საქართველოში ეს სასმელი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს ბევრ ალკოჰოლ სასმელსაც კი. გაზირებული დაბალალკოჰოლიანი სასმელი WKD მარტივად იშიფრება Weekend-ი და მართლაც თუ არ გინდა უგონოდ დათვრე და მეორე დილას თავის ტკივილმა შეგაწუხოს, მიიღე მსუბუქი გაზირებული ალკოჰოლის სულ რაღაც 4%-იანი სასმელი WKD. ძალიან კარგი უნდა იყოს. ათებე კიდევს და ნახოთ რა ვიცი როგორი იქნება. საერთოდ კოქტეილების მოყვარული თუ ხარ, ანუ შეგიძლია WKD კოქტეილში? კი, ზოგადად კოქტეილები ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს რომ ეს სასმელი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სასმელი გახდება. მე საერთოდ არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები. აი ესეთ სუბუქს ის სიამოვნებით ვეტანები. ცხოვრება კიდე და გართობა მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში ყველაზე კაი საშუალება. მე პროპაგანდას არ უწევ. Weekend სასმელით გართულებს სულ გამოგრჩა, რომ Villa Lounge იმ საღამოს სავაჭრო ბრენდ პარტნოის მასპინძლობდა, რომლის სამოსი სააგენტო მაქსიმუმის გოგონებმა მოირგეს. She ain't got no money in the bank. She be walking around acting all stank. And now she at the party looking at me. Hoping she can get saved by me. I'm looking at her like, I ain't trying to save that girl. მოკლედ Weekend-ი Music Box-მა მხიარულად გაატარა და ახლა უკვე მოუთმელად ელოდება WKD-ის თბილისისა და სხვა ქალაქებში გამოჩენას. What y'all wanna do? Wanna be All right. Yeah, still at work. Yep, just me and the cleaners. Okay? See you later. Bye.